მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, ჩემო კარგებო, აბა როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? ჩვენ ვართ კარგად, ცივა, ჩვენთან ცივა. დეკემბრის სუსხიანი ამინდია. დღეს არის 16 დეკემბერი. დღეს არის 18 დეკემბერი და ჩვენ ვიკრიბებით ჩემი მშობლების სახლში, რომ აღნიშნოთ მათი ჩამოსვლა. მიხართ ჩვენ დიდი ხანია უკვე აღნიშნეთ მათი ჩამოსვლა. მაგრამ დღეს გვინდა რომ დავავლოთ ჩურჩხელების ახალწლოდ და შევწვათ მწვადი, რადგან მაგათ ეზო აქვთ უკვე. ამიტომ მინდოდა რომ წამიყვანა თქვენი თავი, რა თქმა უნდა, და შეგაყუროთ ჩემი ოჯახი, ჩემ ოჯახში, ჩემი მშობლების სახლში. და ასე შემოკარგებო, ახლა მე ხანს გამოვიდი სამსახურიდან, კი დღესაც ვიმუშავე, რომ ძალიან ბევრი საქმეა და ექიმა მითხრა რომ ეხლა იმუშავე და შემდეგ საახალწლო დღეებში დაისვენეო, ამიტომ დღესაც ვიმუშავე და რა თქმა უნდა ხერცარიელი მე ვერ მივალ, გინდათ ჩემი მშობელი იყოს, გინდათ ჩემი შვილის ოჯახი იყოს, გინდათ მეზობელი იყოს, გინდა ვინც იყოს ნაცნობი, მე ხელცარიელი ვერ მივდივარ. რამე ტკბილი ყოველთვის უნდა წავიღო, ან რამე ხილი ყოველთვის რაღაცით მივდივარ. და აი არ ვიცოდი რა მეყიდა, ნამცხვარი ტორტი ამოსულია უკვე ყელში, სიმართლე გითხრათ და გადავწყვიტე რომ მეყიდა ნაყინი. კი, ცივა რა თქმა უნდა ნაყინისთვის, მაგრამ რატომაც არა. მე მგონი კარგი იქნება. რამე ნაყინს ავიღებ, პიკარში მოვედი, მაღაზია როა შემოკარგებო. სადაც ყველაფერი გადება, აქ აქვს ძალიან კარგი ნაყინები და გაგიზიარებთ ამ ჩემს დღეს თქვენთან ერთად. გამოვედი და უნდა გაჩვენოთ რა სილამაზე ვიპოვე მე. როგორც გითხარით, მინდა ავიღო ნაყინი, მაგრამ ცუდად ჩანდვარ. და აი ნახეთ რა ავიღეთ, ეცე მანქანაზე დავდებ. აი ნახეთ. ეს არის ყველაფერი ნაყინი, ეს წითელიც კი. და ამას აქვს, რა თქმა უნდა, ლიმნის გემო, ამას მსხლის და ამას მანგოს გემო. ნახეთ რა ლამაზი რაღაცაა. კარგია. ამიტომ დარჩით რომ გაჩვენებთ როგორი იქნება ნაღდაც. ნახეთ როგორი ელფის ფეხზე ჩამაცვეს. აბა, პატარა უკვე აქ მელოდება. ზის იქა. ხო, დენის. და მინდოდა მეჩვენებინა ამათი ნაზვის ხე, ველთ შეხედეთ რა სილამაზეა. ველთ შეხედეთ რა სილამაზეა. ბებია და შვილი ხატავდნენ წეღან თურმე. ამოვიდა ყელში, აფერადებდნენ. მასკები ნახეთ. ყელში ამოგივიდა დენის და ეხლა დაჯდა. ეს ჩემი ძმა არის. ნიკოლოზი და დენისი, ხა? არ უნდა, ნუ მიღებო. ნახეთ როგორ დილის საუზმე დაგვახედრა დედიკომ, ნახეთ. ნახეთ ბლინები. ისე არამშია, სიმართლე გითხრათ, სამსახურიდან რო გამოდივარ, თავი მიდუხს, ტვინი მიდუხს, გადმომდის თითქოს. მე რო კომპიუტერთან მუშაობ, ესეთი თავის ტკივილები მაქვს, როცა გამოდივარ სამსახურიდან და მე როცა ჰაერზებს უნდქავ რაღაცა, მე გამოვდივარ. ასე ისინი უკვე დაიწყეს ბარბეკიუს გაკეთება, მწვად წვავენ ეზოში, მე აუცილებლად წაგიყვანთ, მაგრამ მინდოდა მეჩვენებინა ჩვენი საჩურჩხელო აბმული, აი ნახეთ. ნახეთ, აი რა სილამაზეა, გიждები. აქ ვაშროთ და აქ გვაქვს უკვე ყურძნის წვენი, რითიც უნდა გავაკეთოთ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ნაღდი ბადაკი, მაგრამ ამითი გავაკეთებთ თათარას. გადავინაცვლოთ ჩემი ძმის ოთახში. რადგან პატარა, რა თქმა უნდა, დაიძინებს შუადღით და რა თქმა უნდა, საწოლი უნდა გავუშალო და ეს საწოლი ხო იცით? ამას ახლა უცბად გავუშლი. ნელა უკვე შევაპარებ, რომ ძილის დროა და უნდა დავიძინოთ. ასე. გადაყენებთ აქა. ავაჩქარებ კადრს.
მშვენივრად ამ Star Wars-ის თეთრეული რო აქვს. აჰა, აიწყო თუ არა? აბა რა უყავი შენ ფელამუში დეგუნ, ახლა გითხარი. რამდენი ბურძნის წვენია? რამდენი ლიტრა ბურძნის წვენი, 1 ჭიქა სამსე ფქვილი, 200 გრამი. 1 ჭიქა 200 გრამ ფქვილზე 1 ლიტრა ბურძნის ბადაკი. და ეხლა აქ ჩვენ გვაქვს 5 ლიტრა და 1 კილო ფქვილი. ხო, და რამდენიმე ჭიქა შაქარს უშვებ. ნუ ეხლა იმიტომ რომ ნაღდი ბადაკი არ არის. ხო, და არ არის ისეთი ნაღდი ბადაკია, იმიტომ უმატებს რომ ცოტა სითბოც ხონდეს და შაქარი დუღილის დროს ფერს იცვლის. და თათარა ჩვენი ფელამუში გამოდის ცოტა მუქი ფერი, როგორიც უნდა იყოს. წესით, ხო. თორე ჩვენი კახური ნაღდი ბადაკს არაფერი არ უნდა, ისეთი ტკბილი რომ ამიტომ აქ ჩვენი წვენი ჩვენ ევროპული ისა ფელამუში. ხო. თათარა ვამოვთ კახეთში, ფელამუში ქალაქურად. ხო. აბა ნახოთ იქ ბიჭები რა შვებიან. უკვე შეწვეს. ნახეთ. აჰა. ესეც? აბა რა შვებით? აჰა. ხეზე გააკეთეს? ნახეთ რა კარგია, ნახეთ. აი ამას შეხედეთ. ოჩახთ ბიჭებო. ნახეთ. გავაცილე ერთმანეთს, სანამ ჩამოიტანეს არეული იყო ცოტათი და აჰა, დავკიდე ესეც. ჩვენი ბადაკიც ნელ-ნელა სქელდება და ნახეთ სადნა ჩამოვკიდოთ. ეხლა აქ მინდა რომ სკოჩი გავუკეთო, თორე სულ გადმოყირავდება ჩვენი ჩურჩხელები. და ქართული სნიკერსი. რა თქმა უნდა, თათარის მორებას კაცის ხელი ყოველთვის სჭირდება, ძალა, მაგრამ ბებიები აკეთებდნენ, ხო, მამა ამბობს შენ, მაინც ბებიების ძალა ქონდათ. ჩვენ ახლა წოს ვაკეთებდით გარი და უბრალოდ დათოს უთხარი, აწამოეთი გოგოები რას აკეთებდნენ და მომოვედი შემეცოდეთ. აუ, რა დღეში იყო.
კვინა და კიტკიტა პროგრამობენ. გაფიცრებული. აბა ეს ნახე ეს ჩემი თებშია. ვაიმე დე ძამბერს აღარ უნდა დე. აი მე აი ამაზე ვგიჟდები. მე ამაზე ვგიჟდები. დეგუნ გაგთხილი მილდაადეზე. ეს Kabab suvashda. ნახეთ რა. თან ისა რა ქაბაბი. რა ქვია? ველური რა იყო? ის ხე. ხო? ტოტებზე აბნეული ქაბაბი. აჰა, დაიხარეთ. ტოტებზე. ნახეთ. Wow! რა ლამაზია, მე არ მოვეღოდი ეგეთ ლამაზეს, ხო იცი? და ეს ყველაფერი იჭმება. რა მაგარია, ნახეთ. ნახეთ, ეს არის ყველაფერი ნაყინი, რა სასწაული რამეა, ხო? ნაყინი იყო ძალიან გემრიელი, ესეთი ხილის გემოთი. შემდეგ ვიჯექით დამაგემოვნეთ თათარაც ჩვენი ფელამუში, რა თქმა უნდა. ვიჯექით ვყვებოდით რაღაცებს, ბავშვები წყნარად თამაშობდნენ და ასე ვყვებოდით ჩვენი საღამოთი. დილამშვიდობისა ჩემო ლამაზებო, როგორ ხართ? დღეს არის მეორე დილა, კვირა. ეხლა ავდექით. აბა გავიგეთ ჩვენ ვისაუზმეთ, გუშინდებიან გამოგვატანა ბლინები. მაგრამ მე ჩემს ლობიან შევჭამ, ისე მეწონა. აი, ჩემი ლობიანები როგორ კარგად გამოიყურებიან. აუგა. ჩვენც ვისაუზმეთ, მეც გამომეღვიძანელნელა, პატარა ვეთამაშეთ აქეთ-იქით და ახლა მინდა რომ გავაკეთო სადილი. სახლში მაქვს ხაშლა მომხარშული, ანუ ძროხის ხორცია მოხარშული და საერთოდ აღარ იჭმება დარჩა. ზუსტად რო გითხრათ, ჩემმა მშობლებმა მოგვაწოდეს და არ იჭმება საერთოდ, ამიტომ მინდა გავაკეთო ოსტრი. რადგან უკვე მოხარშულია ეს ხორცი, გავაკეთებ ostres და გვერდზე ალბათ ან მაკარონს, ან ბრინჯს მოვხარშავ, რამე ბოსტნეულს ვნახავ რა მაქვს მაცივარში, მოვიშორებ ყველაფერს, გავაკეთებ სადილს და ასე ერთი კვირის დღე, წყნარი დღე და ხვალე სამსახური. ახლა მე და თქვენ დავიწყოთ ხახვის გავცქმა. და აი ჩვენი ხაშლამაც. რადგან ცხიმიანია, მე ხახვის მოსაშუშად აღარ გამოვიყენებ არც კარაქს, არც ხახს, აი ამას დავუმატებ, აი ასე. მამა და მოვშუშოთ ხახვი ახლა. ვიდენის. მამა. ой. მაჟები პალემონე.
და მე ახლა ვუმატებ ერთ დაკონსერვებულ ტომატს. თქვენი სასურველი სუნელი, რაც გინდა დავუმატოთ. და ახლა მე დავუმატებ მე მგონი პეტრუშკას თუ ქინძ. პეტრუშკა არ არის. ამბობენ ოხრახუში ქართულად. ასე. სადილში ძალიან მიყვარს მე მწვანილი, ამიტომ სიბერს დავუმატებ. და ჩვენი მსადილიც მზად არის, რადგან ხორცი უკვე იყო მოხარშული. ამას ბევრი არ უნდა. აი ეს არის უცებადი. ახლა მე აქ აკლია რა თქმა უნდა ტომატი, რომელიც დაკონსერვებულია და ან პატარა ტომატები რო ხო იცით, ძლიერი ტომატები. აი ეგენი ახლა აკლია, მაგრამ არა უშავს. ძალიან კარგი სადილი ჩანს. სწრაფი და მარტივი. ცოტათი ნიორს მოვაყრი, გავხმარნიო. ახლა შემოკარგებო, მინდა გავაკეთო აი ესეთი ფორმის პატარა კექსები, რომლებსაც აქ ეძახიან მადლენ. მე ძალიან მიყვარს მადლენები, მართლა ძალიან მიყვარს და მინდა რომ გავაკეთო პატარა მადლენები და სახში მაქვს ერთი მასკარპონი. ამიტომ ცომში ვუყობ მასკარპონს, მეგობრებო. კარაქს აღარ დავუმატებ, რადგან არის მასკარპონი უკვე ცხიმიანი, მაგრამ თქვენ ჩვეულებრივ შეგიძლიათ დავუმატოთ კარაქი და შემდეგ არაჟანი. აქ დავუმატებ მასკარპონს. ასე. მასკარპონს და კვერცხს ერთად ავთქვებავ. ახლა დავუმატებ 3 კვერცხს. შემდეგ დავუმატებ 150 გრამი შაქარი. შემდეგ 3 კვერცხი. რა თქმა უნდა, ვანილი არ დაგვაბიწყდეს. და როგორც მე უკვე გაჩვენეთ ეს ჩემი პატარა არომატი, ფორთოხლის ყვავილის ароматы. Сипат? Ну, сипат Денис. Матно чи може лезу. ახლა ცოტათი ბევრს დავუმატებ, რადგან მადლენს ძალიან უხდება ეს ფორთოხლის ყვავილის არომატი. შიფინი ლეზუ აფხე. ახლა კარგად ავსკრებოთ. ახლა დავუმატოთ სოდა. Сахარი. Manger quoi? Ატომ. და დავუმატებ 150 გრამ ფქვილს ჯერჯერობით და შემდეგ კიდევ 150 გრამი დამჭირდება მე მგონი. ზუსტად არ ვიცი, ამიტომ ნახოთ. უნდა გამოვიდეს როგორც ყოველთვის სქელი არაჟანივით, ესეთი კექსის ტექსტურა ქონდეს ჩვენს ცხვარს. ძალიან არ აურიოთ მეგობრებო და ახლაც დავუმატებ 150 გრამ ფქვილს და გამომივა 300 გრამ ფქვილი. შემდეგ ცოტა ხანი დავასვენებ ჩემ ცომს, რომ ფქვილი გაიბეროს. ხო დაკურებულ ხართ, როდესაც ცომს ცოტა ხანი აცდით, თითქოს უფრო სქელდება, თითქოს უფრო მაგდება. ეს იმიტომ რომ ფქვილი მოქმედებს. ასე. ცომიც მზად არის. ახლა მე შემიძლია რომ გამოვიყენო აი ეს. მე გაჩვენეთ ერთ-ერთ ჩემს ვიდეოში და ახლა მაგის გამოყენება შემიძლია. ეს ისეთი შაქარი, რომელიც არ დნება და რჩება ესეთი ხრაშვილი. აი, და ზემოდან მოვაყრე. ახლა ბევრი არ უნდა ვუყო, რადგან მე გადმოვა და არ იქნება ლამაზი უბრალოდ. ამიტომ შევეცდები რომ ერთი პატარა კოვზი
აი ჩვენი მადლენიც. ნახეთ რა გამოატანა. ჩემმა დედიკომ. ჩემ მეუღლე იყო გადასული და ეხმაროთ და ნახე რა კარგი ხაჭაპურებია. ნახეთ ლივლებენ. მეგობრებო, ახლა ჩვენ მივდივართ მოედანზე, ყინულის მოედანზე. ჩვენთან სახალწოდ აკეთებენ ხოლმე ყინულის მოედანს. ამიტომ მივდივართ სასრიალებლად. ხო დენის? უი! ნიკოლასთან მივდივართო, ჩემ ძმაზე ამბობს. და ამიტომ ასე გამოვიღეთ ხელთათმანები და მივდივართ რომ ვისრიალოთ.